ჩვენ კლაუს სტუდიაში ვართ, დღემშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, რაც ხანგრძლივი პაუზა გამოგვივიდა და მაგრამ სოფლიო პირველობის პერიოდში შეგვიფასებია, მაგრამ ქართული ფეხბურთი, რისი ქართული ფეხბურთია სოფლიო თუ არ გადაფარა, გუშინ იმისა და რაღაცა ჩაიდინა შევება ბიჭებმა. აი სხვათა შორის ახლა თქვენ იცით რომ მე ვტრიალებ მაინც ამ მეცნიერთა წრეში და ერთ-ერთი ფიზიკოსი, ელექტროქიმიკოსი ძალიან გამოცდილი სხვანაირი ალღო აქვს ამ ადამიანებს. კაცო მეუბნება რომ მე ძალიან მეშინიაო თბილისის დინამოს სხვა თბილისის და დინამო თბილისის ეხლა რო ამბობენ დინამო თბილისის შემადგენლობაში და რა თქვა თბილისის დინა ეს ვინ მოიფიქრა ვის მოუვიდა twin-ში გამაგებინა ერთი რებს წერენ რებს იძახიან საერთოდ მე მგონი ეს ჩვენ ფეხბურთსაც გადაედო და ზუსტად ეს მოხდა. მოკლედ ქართულმა ფეხბურთმა გადაფარა. სოფლიო ფეხბურთი გუშინ და აი ეს კაცი ამბობდა რაც რამდენიმე ისეთი ეპიზოდი იყო იმ თამაშში, რომელიც 3-0 მოვიგეთ. რომ მე ძალიან მეშინიაო. მეთქი როგორ დაგვანგრევე? ბატონო გიგლავე ვხდები. ესენი დაგვანგრევენ როგორ შეიძლება 3-0 გვაქვს ბაიერნს ხო არ ხვდებით არა რეალს ხო არ ხვდებით პარის სენ-ჟერმენი ხო არა ჟალგირისთან წააგეს მე უხუნახო საჩი ხუთი წინა მატჩი უყურე თიაში იყო თამაში 3-0 გახდა ისეთი გოლები გაუშვეს იმათმა რომ ვიფიქრე ესენი რაღაცას მაღლავენ რაღაცა და მეორე ტაიმი რომ გახდა გოლები ვერ გავიტანე და ისინი გჯობდნენ. ხო, მაგრამ ჩვენ კონტროლერმა დამალა თამაში და ეხლა გუში მირეკავს მეგობარი. ანატოლი ფაცაცია და აფხაზეთიდან და ფეხბურთს სულ აფარა მირეკავს. იურა იმათ ტერენი სულ იცინს, მე ვთხარ რომ იცინს, იმან იცის რომ მოიგებს, იმიტომ რომ მე უცნაურად მეჩვენა 3-0 რომ მოიგე ჩვენებმა ისეთი შეცნობები დაუშვეს მე რომ გამოვიდნენ მეორე დანეჭ რომ გაარჩიეს ხო გოლი ვერ გაუტანეთ რომ დაიწყო თამაში ახლობელს ტოტალიზატორზე ქონდა ნიჩია და დებიული და მე ვთხარი ნიჩია რა ახლოს იყო არა 3-0 ამბონია მეთქი და მე ჩემი ბიჭი და რო უყურებდით ხო ესენი კროპნი შოტი წააგებენ ამერს წააგებენ მართლაც ესე მოკლედ შენ ტოტალიზატორს თავიდან მე რა თამაშობ ხო და შენ ეხლა ის თქვენჭო ისეთ რაღაცებს შეხედეთ ორივე რომ მე მინდა თქვენ ორ საუბარში გავაკეთო ერთი ესეთი თქვენ მე გაარჩევთ ამ თამაშს პატოლოგიას რა მოხდა გუშინ ბოლო ნახევარ საათში თვითონ ჟალგირისის ტრენერი ამბობს მე ასეთი ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილე და არ წარმომედგინა ისე მოგვიგესო მაშინ 3 ჩვენ ბიჭებო ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერი ფეხბურთის უძლიერესი კანონებით შენ უნდა იცოდე თითოეულმა ფეხბურთელმა თითოეულმა მწვრთნელმა თითოეულმა გულშემატკივრმა გაიგერო ყოველი შემდეგი თამაში არის უკეთესად სათამაშებელი უკეთესად შესაფასებელი და თქვენ გისმენდათ თბილისის დინამო ეთყობათა მე ეს ჩემგან კი არ ლაპარაკობ ამას ლაპარაკობ სოფლიო დონის ცნობები რომელიც ეუბნებოდნენ და მასწავლდნენ შენ თბილისში თუ გინდა გაიყო სოფლიო პირველობა იყო ევროპა იყო ოლიმპიური თამაშები იყო ცნობები თუ გინდა რომ ეს თამაში ხო ითამაშე კარგად მას მასინა ზაეტა ასლეადუ შეიგრა არავინ არაფერს ამას არა ხო და მე ახლა თუ ასწავლეს გვერდმა ასწავლეს მაგრამ შედეგი ჩანს ხო და მე მინდა უთხრა რომ თითოეული ფეხბურთელის თითოეული მწვრთნელის გაიგე აუცილებლობაა რომ შემდეგი თამაში უნდა იყოს უკეთესი თუ არა ის ადითულები როგორც კაი ფეხბურთელი რაზე ვიждები ჩვენ ფედერაციაზე და საერთოდ ფედერაციაზე ეხლა რატო ვლაპარაკობ ფედერაციას ასეში ეხლა რატო ამბობ
აი ასეთი ფეხბურთელი შენ რო იყავი ბესტი ჯაიჩი დაკეტილი ჩრდილოეთი ზელანდიასთან ითამაშებს იბერია ხო ეხლა რაზე ევროპის ლიგაზე რატო ლაპარაკობ რო ასეთი პიროვნება რამე კონსულტანტად წაგიყვანო რაღაცა გაურჩიე რომ დააგერა ვარავა ჩვენ ვარჩევდა და მეეცები ეხლა შენ კაია ბესტი სახელი რო ახსენე აქ და ბესტის იმაზე კი ნამდვილად ბესტი სამაგალითოა სოფლიო ფეხბურთისთვის და სამაგალითოა არა მომიცინე მე არა სოფლიო ფეხბურთისთვის რაშია იცი და ახალგაზრდა თაობისთვის რაშია იცი რომ 16-15 წლის ბიჭმა გაიგე მილიონერი გახდა ფეხბურთის ფულის შოვაში და 23 წლიდან შეერ გადიოდა გაიგე აი შეხედე ეს ნიჭიერი უძლიერესი ფეხბურთელი როგორც კი გაყვა დროს ტარებას გაიგე არასპორტული ცხოვრებას გაიგე ამ დიდი ვარსკვლავობიდან კერო მილიონერი ხდებოდა გაიგე მე ფულში დადიოდა და თოვლობდა ინგლისში გაიგე ცოლი გაექცა შვილი არა და დაენგრა ოჯახი ესე იგი დისციპლინა საჭიროა მაგრამ მე კიდე ხო მაგრამ მე კიდე კაი მე იმ პერიოდში ვეთამაშე რომ ცოხლას კაი იმაში იყო თორე ფაგებდა მაგი ნოტი გახდა და წაგი მოუგებდი აბარა ორთაბზოლოს ჩემ პერიოდში ყველაზე უკეთესო იყო ფოტაშოპი ხო მაგრამ ახლა რატო მომმა სიცირო ბიჭებო აი ესეთი მაგალითები რამენაირად უნდა წავიკითხოთ, ამეიკითხოთ, შეისწავლოთ. საუკეთესო ფეხბურთელი იყო სამთაკავშირის სტრელცოვი. გაიგე? ერთ-ერთი საუკეთესო მეორე პელეს თუ დახოდნენ ძმაო. და თავისი ნოთობით, თავისი რაღაცა მამაძაღლობით, იმით რამითი დააჯინეს, დაიჭირეს კიდევ ცოტა ხან რაღაცები და რო გამევიდა მე მაშინაც საუკეთესო იყო. მაგრამ იმის ნახევრობა არ იყო და ნუ ერთი რამე აქცენტი კეთება ახლა ერთხმაზე რომ თვითონმა ნიჭიერმა თვითონმა მის მცველმა თვითონმა მისმა მშობელმა ოჯახმა ამაზე უნდა იფიქროს რომ ჩემმა შვილმა თამაშიდან თამაშამდე უკეთესი უნდა იყოს უკეთესი ვარსკვლავი კაი ემაშინაა როდესაც ბიჭო შენ ფეხბურთელი რო ხდები, ოჯახს როქნი, 15-16 წელი მაინც უნდა შეინახო ფეხბურთით და მისი ხელფასით. გაიგე? უნდა ხო ეს მინიმუმი და ამიტომ ამას რო შეწირა, გაიგე როგორია რომ აუ ამ თამაშების, კაი თამაშების დროს მე სულ ასეთი კაი ვიქნები, გაიგე? არ იქნები თუ არ გაყობი სპორტიული ცხოვრების კანონ და წესს. როგორც თქვა ჰარი კეინი ან ჰარიკეინი, ჰარიკეინი, აი კრისტიანო, რა თქმა უნდა, მე მაგალითად დღეს ესე იგი, აი რო უყურებ ჰარიკეინის თამაშს, გიგე, ფეხბურთელი, რომელიც სოფლიო დონის დღევანდელი დღის ტაქტიკის, სტრატეგიის, ესე იგი, შემსრულებელი. ესე იგი, ეს თავდასხმელი ბიჭი, წარმოიდგინე რომ ნებისმიერ ნახევარ დაცვაზე მეც დარბის, სვაში, იქით, აქით, მარცხნივ, მარჯვნივ, ყველგან. უკან დამცველებში ერთ-ერთი საუკეთესოა წამსწნევით, თავით თამაშით. გაიგე და სიმბრძლე ფეხბურთის, ეს ნიჭი მაგიდაზია ყოველთვის არის სოფლიო ჩემპიონატზე. ოთხი თამაში რო გავარჩიოთ ჩვენ, ბოლოს 3. 4 არა, მესამე ადგილისთვის თამაში საერთოდ ახსენებელი არ არის. აი ეს 3 მატჩი, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, არგენტინა და მერე ფინალი უკვე. როგორ შევაფასებთ? აი დავიწყოთ მაგალითად ესპანეთის და საფრანგეთის მატჩი. ქრონოლოგიურად რო გავყვეთ. გაივლის წლები და აი რა ამოტივდება, რა დაგვამახსოვრდება ამ შეხვედრიდან ჩვენ. სტატისტიკა პირველ რიგში გაგვახსენდება და ესპანეთი ალბათ იმ დროისთვის მეოთხე თამაშსაც მოუგებს უკვე ზედიზედ საფრანგეთის დაკებს, მაგრამ ვიცით რომ სადაც არ შეხვდა ეს დელაფუენტე კონკრეტულად, აი ეს ორი კაცი ერთმანეთს დუელში და დეშამი. აი ნუ თუ ახლა მაინც საფრანგეთის ნაკრების ფედერაციას ჭკუაში არ დაუჯდა ესეთი აზრი რომ ორჯერ თუ მოუგო, მესამეჯერ თუ გადავეყარეთ ამ ესპანეთს, კიდევ ერთხელ რომ მოგვიგოს
ხომ არ ჯობია რომ ეს დეშამი გავაგდოთ და სხვა მწვრთნელი მოვიყვანოთ. კაი დროსია. კაი დროსია. მე ამას ვიძახდი 2016 წელს, რომ ეს კაცი გასაშვებია. ნუ მაგე როცა პორტუგალიასთან წაიღეს ფინალის. მომისინე გუშინდელი საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს გუნდები რო კაცო ამათ თამაში არ იციან და იმას ყავს სოფლიოში საუკეთესო გუნდი. აი განსხვავება ბატონო. აქ თამაში იცის ერთადერთმა ფეხბურთელმა, რომელიც არის 16 წლის. სოფლიო პირველობის 2020 პირველი მატჩი იყო მექსიკა, ესე იგი მექსიკა, სამხრეთ აფრიკა. კი ბატონო. ესე იგი მექსიკა მოუგო 2-0. ხო მოუგო. 2-0 თამაშეს და მექსიკელებმა მაინც, კაიგე აი, მე მინდა მაგალითი მოვიყვანო, კაიგე ერის, ბიჭო ჩემი პერიოდში სოფლიო პირველობა მექსიკაში ვითამაში პირველად მექსიკაში და რამდენი სოფლიო ჩემპიონობა ჩაატარა მექსიკამ ესე იგი როგორ იბძვიან როგორ პატრიოტები არა როგორ ეტაცებიან სოფლიო დონის ფეხბურთს კაიგე რას ლაპარაკობთ დიდი ქვეყანა მეძა ბიჭო დიდია თუ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანა ესპანურენოვანი ქვეყანა ესპანური სისხლი ჩქეებს რატო არ იქნება იქ ფეხბურთი განვითარებული ბიჭო ჩვენ ხო ვარ პატარა ქვეყანა ვიზე ნაკრები ვიყავთ მომისმინე შეგადე სოფლიო დონის ფეხბურთელები გივიჩოხელი ყავდა მურთაზა ხურცელავა ყავდა ჰა ჩვენ სლავომეტრეველი ნიშამერსკი ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა 4 ოქრო რამდენი ვერცხლის ბრინჯაოს ზუსტად 27 ადგილი ნიშნავს პირველ ადგილს ხო პროცენტ მოსახლეობიდან გამომდინარე ხო ახლა ჩინეთი რო გავიდა პირველ ადგილზე 2 მილიარდი კაცი ცხოვრობს და აქ კიდე 3 მილიონი და აქედან გამომდინარე ჩვენ არაფერი არ გვიყვეს ჩვენ ეს გვიხარია და ჩვენთვის ეს არის ფუფუნება რომ ინდოეთს არ ყავს ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ყავს ამდენი ოლიმპიური ნუ ეხლა მაგი ჩინეთს იქნება გადავა ჩვენი ბოჭკები დაიგენს გავა რა არის ბატონო ეხლა სპორტი ჩვენ ქვეყანაში ზოგადად არის ძალიან პოპულარული არ უნდა გვიკვირდეს აქედან გამომდინარე რომ ეს ტრადიციები გრძელდება უბრალოდ ჩვენ სასტიკად არ მოგწონს როდესაც მხარდება ისეთი ტრადიციები როგორც დინამოს წაგება ფარერებთან 1-6 წელიწადი და ეხლა 2-7 ანუ რეკორდი მოხსნა გუნდმა ეხლა აი თავარია რომ ჩვენ გადავცეთ ეხლა ჩვენ ფეხბურთელებს კაიგე ჩვენ მომავალთაობას ესე იგი ერთი რამე უნდა იცოდეს თვითონ ყველა ფეხბურთელი როდის ხარ კაიგე ჯერერთი შენ რო ხარ ლიდერი შენ კლუბში ხო სწორია შენ კლუბში და მე ნაკრებში ხარ კიდე ერთ-ერთი საუკეთესო ხო და ბიჭო დღეს უკვე რო უყურებთ თამაშებს როგორ გადასხვაფერდა რაშია ესე იგი გადასხვაფერებული რომ 90% თამაში მიდის მაგარ სისტრაფეებში აი ყველაფერი კეთება სირბილში მაგარ სისტრაფეში აი ესე იგი და ამას ვინც ესე არაყვება წააგებს ვიდიტოს ხო მაგრამ აქ ერთი მომენტი ალბათ უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენი მეტოქის მწვრთნელი დააბნია 16 წლის ამ ვარსკვლავის მოედანზე ყოფა მისი პატარა თორნიკე მოედანზე რო არ ყოფილიყო უბრალოდ 60 წუთზე მეც ეთქობა ვერ თამაშობს ბავშვია ხო რას ამით აქ წააგებდნენ ესენი უკვე ამ ანგარიშით 7-0 შეიძლება არა მაგრამ 4-0 წააგებდნენ და იქაც სხვათა შორის იმ გოლში მონაწილეობა მიიღო საფასხო გოლში ახლა პრეცილად ხვდა ბედნიერება რომ თამაში არ ვნახე თავიდან ბოლომდე და ვერც უყურებ ამ თამაშს ბოლოს წარმოუდგენელია რაღაცა შინაგანი პროტესტი ჩნდება ამ დროს მაგრამ გოლები ვნახე მე რა გოლები გაუშვეს მაგრამ რა გოლებზეა ლაპარაკი 30 წუთში 5-1 რო წააგებს ეს ბიჭი მოედანზე იყო როცა 2-1 წააგებდნენ გავიდა და იმის მერე წააგეს არ უნდა გაეყვანა არ შეიძლება ამის თქვა ახლავე ფაქტი სახელია ისრო იქა გარიყო 4 ის არა დაცვა წამოვიდა ჩინელობა ყველაზე უკეთ იცის
როდის გაიყვანოს და გამოიყვანოს 16 წლის ბიჭი. ახალგაზრდაა ეს ჯერ ბავშვია, შეიძლება ფიზიკურ დაფეთით ამიტამაჩა პელე. შენ ახლა ვიღაცას შეუძლია ვიღაცაზე ეკიმე ეუბნება რომ არ არის სასურველი. ჩვენ ხო არ ვიცით არა, რო გახავს ესე იგი უნდა გაიყვანოს. არც იქიდან გამომდინარე კი არ გახავს რომ ვეღარ თამაშობს. რეზო შენ რატომ გამოხედი მაგარი ფეხბურთელი? მე ვიცი იმიტომ გამოხედი რომ შენ თავზე მუშაობდი, შენ თავზე და სწავლობდი იმ ფეხბურთელებიც და ვის წინააღმდეგ უნდა ითამაშა. ესენი ვისთან სწავლობდნენ. მეკარემ რა გააკეთოს? აიღო და ორმა კაცმა იქ იდგა და არ გაიტანა. არავინ არ მომისვენე ჩემი პერიოდი. თურქეთის თამაში როცა ნაკრები. ჩემი პერიოდი 1001 წელს ავდი ნაკრების თამაშდა სოფლიო ფეხბურთელს. აი ხა დღეს ჩავთე და რაც გინდა ნახე და აი ის გინდა გადაიღე ხო ეხლა შეხედია მე просто ეგე პირველი თამაში მექსიკა ჩეხოსლოვაკია აგერა მაგა შეხედე просто მე ვაკეთებ ამათი ამას ანალიზე არა რა ვარა ყველა ანალიზე ესე იგი შეხედე მექსიკის ტაქტიკა მექსიკის ტაქტიკა შეხედე 1-4-1 ესე იგი მეკარე 4 დამცველი 1 საყდენი 2 ნახევარდამცველი და 3 ფორვარდი 1-2 საყდენი და გაიგე შეხედე ახლა მე ჩეხოსლოვაკია ამ დროს გაიგე ჩეხოსლოვაკია თამაშობს 1-2-2-2-4 გაიგე 3-2-იანი ესე იგი ასე 4 ხუა 2 კიდე წინ ხუა და მე კიდე 4 თვითონ სტრაკლინგული გააკეთეს თავიანთი გაიგე და ოღონდ დაცვის მომენტია 4-5-1 გაიგე 4-5-1 გაიგე ამაში ახლა ძალიან ბევრი ვითომ რეზო ამას ტაქტიკას რო ლაპარაკო შესწორე ხა მაგრამ ეს ფეხბურთელებმა უნდა შეასრულო ფუთის გაჩერება ამას მე ვიცით რომ ჩუნდა ჩაიმე ბიჭო მე რომ ამას ლაპარაკობ ხო მომისვიდით რა მე რომ ამას ლაპარაკობ გაიგე მე რომ ლაპარაკობ იმ ხალხზე ვინც ვარჯიში იწყებენ ტენისის ბურთით საერთოდ ტენისის ბურთით დაიწყე და გადადი მე რა ყველა ბურთზე გაიგე და ამიტომ მე ლაპარაკობ იმ ხალხზე ვინც შემსრულებელია ყველა კაის ასოს დაინახა დავინახე მე ძმა დავინახე იმას მე გეუბნები დავინახე ბესტი დავინახე ჯაიჩი დავინახე იქ ყველა და დავინახე კაისის ტრაბიან უნდა მოვიმატო და რა მაჯობებს უნდა მოვუმატო უნდა ვაჯობებს და ვიწყე სირგელი უფრო აი მე შევდივინახე რომ აი ამნა შემოვატრიალო როგორ არ შეაკლეს 3-0 როგორ ვერ შეინარჩუნეს აი ვერ ამას უნდა ახლა თქვი ხასიათი უნდა მეკარე შენო იმას შენ კაზებს კი არისო დარიალის ხეობას იცავ უნდა იყო პატრიოტი აი ჩაძეს ენასწორო შემოთავი მისი გაზდები ვარ და მისი იმაზე მაგრამ აი ჩაძებ რა უნდა უთხრას კიდე იცი დღეში მე ვარჯიშობდი 4 საათი შენ 6 თუ არ ვარჯიშებ მეკარე და არ იფტუნა ტიკ-ტაკი ჩემზე კაი მიდრო ჩვენ იქნება გაიგე აი რა საუბრები ჩვენ მომავალთაობა ამე უნდა ათეთო თბილისის დინამო ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი თასის ფლობელი ორგზის 5 გზის ვერცხლის პრიზიორი 13 გზის მზგონი ბრინჯაოს медали ევროპის თასების ფლობელთა თასის ფლობელი აგებს ჟალგირისგან ხო არა აგებს რომელიც ეხლა ვილნიუსის ჟალგირის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კარგი ერთხელ გავიდა გაიზარდა და იქ ნათი გუნდი არაფერი არ ეს რაღაცას უშველებს არა ეხლა ვიდეოს რენერებმაც უნდა ბიჭო მომისვენე არცისე მე ახლა უყურე გიწაგებაშიც უყურე და მოგებასაც უყურე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის გაიგე ყავს ნიჭიერი ბავშვები მოედანზე არიან ნიჭიერი ბავშვები მაგრამ არ არიან მებრძოლი არ არიან მომზადებულები ისე გაიგე ფსიქოლოგიური მუშაობა აი ისე უბრუნდები ახლა შენი თქვი რაზო აქედან ხო დაცვა არავის არ ჭირდება რა უნდა დაგიკავშირდნენ გუნდი ხვალ მიდის ვილნიუსში სათამაშოდ მოგბრძანდით ბატონო რეზო ნახევარსაათს გამოგიხობთ ნახევარსაათს წაგიყვანთ რა თქმა უნდა მოვა მანქანა მოგბრძანდით ნახევარი საათი გაესაუბრეთ ერთი დღით ადრე უთხარი
ერთი ბრაზილიელი ყავს გუნდში, ერთი ისა ყავს, ერთი ისა ყავს. ყველა ქვეყანაზე რაღაცა სიუჟეტი მე მოუმზადებ. ვიზე რა თქვას. ანუ შეიძლება მე არც ვიცი ვის აიდან არის. ნუ ხა მომისვენე მომისვენე შენ ისე რაღაცა ეხები. არა, ისი თქმა მინდა დამასრულები რა. კი, მე მეგოღო შემეკითხე მეცნი. კი, აუცილებლად. რა ხდება უყურეთ ეს 11 კაცი ხო არის კიდე ვიღაცები სათადარიგოთა შემადგენლობაში ეს ბავშვები არიან ხო ან ბაბუად ეკუთვნის ხო მოდი ესე თქვა რეზო დაუწყებს მოყოლას იქ გააფრთხილება რომ ეს კაცი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა ოლიმპიადის მონაწილეა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა ბალტიისპირეთში ხო აი ესე კი ესეც ემთხვევა არა იმ ფეხბურთელებსაც ის ბრაზილიელია ვინც გოლი გაიტანა სავარაუდოდ ხო გვარი იკაურია ხა სანტოსია გვარა შეიძლება ბრაზილიელი არ არის და არ ვიცი რა ქვეყნის წარმომადგენელიც არის იმასაც რაღაცას ღიმილით იმ პატარა ბიჭს ეთქვის რომ უცხოდ არ იგრძნო ამ ქვეყანაში და მე ვიცი შენი ქვეყნის ფეხბურთი მე ნათამაშები ვარ ამასთან ჩვენებზე რო აღარაფერი ვთქვა ამ კაცის გამოჩენა იქ ფეხბურთელების წინ იმისთანაც სტიმული იქნება ფსიქოლოგიური დაელაპარაკება ისეთ თემებზე რაზეც ამ თაობის 10 მწვრთნელებს 10 გვერდით პერსონალს უბრალოდ არ შეუძლია რამის თქმა იმიტომ რომ ამ კაცს სხვა ცხოვრებაა გავლილი და გაცილებით უფრო სერიოზული საფეხბურთო ცხოვრებაა გავლილი გამოიყენეთ ხალხო იმიტომ რომ ვერ ვარჯიშობენ ვერ თამაშობენ ამ შეთხით უნდა იმიტომ ლაპარაკობ რაღაცა არა შეკრივა გული ზო თქვენ ისეთ ახასიათებს ლაპარაკობ აი ეხლა შენ მეუბნები ახაშობს აი ძალიან დიდი ბოდიში გაფრთხილება იბერიას ხელმძღვანელობას ეთამაშებოდ ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს ბატონი რეზო თამაშის წინ მიიწვიეთ ბოლოს და ბოლოს ეს კაცი ჯორჯ ბესთან არის დათამაშები მე ვჩუნდები უკვე დავამთავრე აი ხა თამაში ხო იქნება აგვისტოს თვეში ხო ახლა იქნება აქეთაც და იქითაც თამაშების წინ ბატონი რეზოს გასაუბრება რომ მოხდეს ამ ფეხბურთის არა ტელევიზიიდან არამედ უშუალო ურთიერთობით ხო მე ჩვენ რას ვიტყობ და ჯერჯერობით მე რა შუაში ვარ ან თქვენ რაზე უნდა გასა აქ რეზოზე საუბარი მე ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ ხო და ფეხბურთის მოყვარული აჩინო მომიშენე მილიონია ჩემნარი აქ რეზოზე მომიშენე ჩვენ მოდი გადავიდეთ ახლა რეალობაში ძმაო რეალობა ეგაა დღეს არის შეხედე დღეს არის უკვე აღარა ის კომუნისტური თხრობა ყველაფერს კომუნისტები მართავდნენ ახლა არის ძმაო პრეზიდენტი მე ვარ ჩემი პრეზიდენტი მე ვყავ ჩემი გუნდი მე ვყავ ჩემი ტრენერი გაიგე და მე აგერ ჩვენ იმას შენ რასაც ითხოვ შენ ახლა რასაც ითხოვ ფეხბურთელებს ეგადებს ახლა არ ვლაპარაკობ მაგაზე არ ჭირდება შენი დაცვა არ ჭირდება შენი დაცვა გამგებს ესმის შენ ხო ამბობ რომ აქედან უნდა ეხლა შენ გინდა რომ რაღაც დელიკატურად ხო ნუ ასე აქედან ვის აქვს იმის დრო რომ ჩვენ გადაცემას უყუროს რომელ სადის რომ დაელაპარაკები სადის ჯერათი მე ვთქვი რომ ლეგიონერებიც არიან გუნდში იქ უნდა ბიჭო შემედე მე და თარჯიმა შემედე მე სოფლიო პირველობას უყურებდი ახლა ყოველდღე დაიწყი აგერ რა ბუნდესლიგა მე სოფლიო პირველობა ესე იგი დრო უნდა გამონახო ბიჭია აი სხვა რაღაცას გეტყვი რომ აი ბოლომდე რომ აი მიგაყვედო რა აი უყურე რა ხდება მე ისიც ვთქვი რომ იქ ლეგიონერებიც არიან. ხო და ლეგიონერები რო არიან, იქ უნდა თარჯიმანიც იყოს ინგლისური ენა. ხო არის საერთაშორისო ინგლისური. ხო მე მუშაობ ხო და ინგლისურ ენაზე რო დაელაპარაკებით თავისი ქვეყნის ფეხბურთზე. ხა აქედან ჩვენ ესე ველაპარაკებით, უშუალოდ როცა დაგინახავ შენ პატარა ბიჭი ფეხბურთელი სამარცხვინოდ ყველაფრის დარწმუნებული ვარ რომ არაერთი ფეხბურთელი შენ სახეზე ვერც გიცნობს. ხო, ნუ ეხლა აი რომლებიც ასე ყველა პორტუგალის გუნდი ხდებოდა სასონხეთის გუნდი. ყველა პერიოდში ყველა გალიელები აქედან წავიდნენ სასონხეთში და როლანდ ბრატყვეცი ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვარ, სადაც მიშა მესხით მეტრეების ხურცი გაუძოძვაშვილის იცოდა. მე ვიცი რა ქვეყანაში ფეხბურთიო. საბჭოთა კავშირი კი იყო, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაზე მაგრად თამაშობდა, იცოდა იმ კაცს. იმიტომ რომ
და შეიძლება შეამზადეს და უთხრეს რომ ეს ფეხბურთელები მაგრამ ნუ თქვა კი აი ცუც ვამბობ ხო რომ შეამზადე მუშაობა ხო ჩატარდა ამაზე და ეს იყო საჭირო ზუსტად ასე რეზოს უნდა უთხრა აი ეს ბიჭი იქიდან იმ ქვეყნიდან არის იმ ქვეყნიდან ის იმ ქვეყნიდან თვითონ უნდა ვიღაცამ თქვა მე მომზადო რაღაცა სიუჟეტი რომ თვითონ არის ყავს ამაზე ხო თქვით აი ბრაზილი მე იქ ნანო ეხლა ვიღაც შეიძლება ნაურუდან იყოს ხო ხო და რაღაცა უნდა მოიფიქრო ხო თვითონ რომ არიწვალოს ვიღაცა სხვა რაღაცას ისეც ეთქვის რაც რეზოს გამოადგება იმ უშუალო ბიჭო მე ოქროს ბაჯაღო აქზის და არ ვიყენებ ბიჭო მოსაშორის ერთი ინფორმაცია ნაურუდ ყველა არ მიხსენებია დიპლომატიური ურთიერთობები შეერწყვა აფხაზეთთან ხო კი დაამყარა ბიჭო მე ახლა არ არსებობ მე ერთრამეს ახლა ვისაუბრებ აგერ მეც მქონდა ეგეთი მომენტი გაიგე როდესაც მე თამაშობდი ორდომერზეც და მარცხნივ და უბრალოდ ძრელი ყავდა გივიჩოხელი ამ დროს გაიგე შენ გუნდში ყავდა ესეთი ვიღა უნდა მოსული არა ტრენერი უბრალოდ ძრელი გაიგე პირველად კუთასტორობიდან რო ჩამოვედი და ერთი წლის მე დანიშნეს მაგით იყო ჩემი გიტე და გაიგე ერთ-ერთი უსტანო ქონდა იმის მერე რეზო შენ ჩამოდი ჩემთან მითხრა გამიხდა ხო იცი კაი ჩავედი ახლა და მოდი აგერო აი ეცი რეზო შენ რეზო ყველაფერი გაქვს მომავალისთვისაც კაი გაიგე მაგრამ ახლა გივიჩოხელის პრაქტიკა და იგი და აი ხო ორი ნომერი ხო ხარ რეზო უთხარი პირველ რიგში შეხედე ასე პირველ რიგში ეს 11 ნომერი სადაცაა შენ ზონაში თუ პერსონალკას თამაშობ შენ ზონაში აიყვანე ახლოს თუ თამაშობთ ესე იგი ჩვენ ზონაში ეს გადავიდა აქეთ ეს იყვანს ეს შევიდა აქ ეს იყვანს შენ დაზმოვაზე ხარ გაი ეს ერთი აი ხლა მომისმინე მიღების დროს აი ამ ზონაში მიღების დროს ბურთი აქედან რო აძლევენ ამას რაც შეიძლება ახლოს რო შემოგიტრიალდეს ეხლა მახსენდება პირველი ბურთი როგორი გაუშვა დინამო ხო ალბათ ხო არ უკაცრავად კი არ გაუშვა 11 მეტრიანი როგორ აიქეს აი გაიგე ასე აი ხა როგორ მიხსნის მე ორი ნომერის და პლანგის თამაში გაიგე მე რეზო ზურსუკან უეჭველი სიტყვაში უნდა აჯობო უზალაგე ზურსუკან უეჭველი რომ გაგწეს რომ მე შენ და დაეწიოდა და ხო და არის ვარიანტი გავარეთ რეზო რომელიც შენთან ამას არ უნდა გადადეს იქიდან გადმოდის სხვა და დღევანდელი ვარიანტის გეურები დღევანდელი ვარიანტი ფეხბურთის თამაშის ფლანგზე აქ ყვარაცხელია მაგალითად კიდე ეგ მარჯვენივარი კიდე მაგალითად იამალი მემარჯვენე თამაშობს მარცხენა აკი მარცხენა ფეხი ხო მარცხენა თამაშობს მარჯვენა ფეხი შემოდის მარჯვენა ხო ესე იგი შეხედე უკვე შეხედე რა ვარიანტია აქ შეხედე ეს ყვარა გიკეთებს იქით მიხავხარ სპეციალურად და მე მარჯვენა ფეხი დაკი წამეიგებს და დანიში გირთმობს გაიგე ამას უკვე სხვა სალაპარაკოა ამასთან შეხედე ამან როგორც კი წაგიყვანა იქით და მარჯვნივ დაიწყო გაიგე აქ აუცილებლად საგდენი უნდა იდგე რომ აქ მევიდე და დახვდეს ამიჯო ამას ყველაფერს ასე გვიჟდა და კაცი რატო იმიტომ გივიჩოხელი იყო სამთაკავშირის ნაკრებში ნათამაშები როგორც ცელებთან ესე იყო იაკუშინთან კაჩავინებთან ხო და ბიჭო ამას ეხა რო უნები რატო უნები ბიჭო იმერმა ხალხო მასწავლიდა და ამას ხო უნდა აი ეგ არის ჩვენი სიძლიერე არის რომ კაი სწავლო და რაც შეიძლება კაის შენს გასწავლო მაგრამ ვერ ხედავთ რომ ესე ხდებოდეს არა
რატო არ არის ეს კი არის გასაგები. ხო და აგერ ამას ვლაპარაკობ, რომ ერთი ნაბიჯი ჩვენი, ასე თქვა, ჩემი მიმომხილველური მხრიდან აი ეს რჩევა არის. ხვირი ამაზე, მსოფლიო ჩემპიონატამდე ვყვიროდი, რომ როდესაც მოვა თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდება და დადგება ის დღე, როდესაც უნდა ვითამაშოთ ჩვენ ევროთასებზე. ეხლა მოვა სექტემბერში უკვე ერთა ლიგის თამაშები, ხო? დაიწყება ერთა ლიგა, ნაკრების ფეხბურთელებსაც ვილი სანიონზე მეტად მერწმუნეთ, რომ გაცილებით საინტერესო იქნება. ახლა უკვე ჩუმად. ეხლა კიდე ორი ვარიანტია, კიდე. ეხლა აი შენ უკვე როგორც დამცველი ესე იგი მემარჯვენეს იჭერ. გაიგე და ამას უფრო მეტი სულ მარჯვენა ფეხი უნდა გადაუკეტო. გაიგე მაგ ხო იმიტომ რომ იქიდან უცხო დრო არის ხელთასა. ესე იგი ხო აქედან წამოვა მარჯვენა გადაუკეტო. უნდა იქით გადაიღებს, იქით გააქვს საშუალება და ნუ კარია დაუთეკნება ამ კუთხური. ხო, მაგრამ რა არის ბიჭო იცი? ერთადერთია რომ ამასთან ერთად მე გეუბნება კიდე ეგრეზო აგერ აკავს 3 მეტრები. მაგალითად, თამაშობთ, ხო? აქიდან რა შევები შენ? აქიდან და პირველი პასი მიეც. არა, აქეთ მხარეზე. აქეთ მხარეს რომ ხედავდეთ. ეგია 2 ნომერი მაგალითად ზოძვაში. ეგია 3 მეტრები. გაიგე? აქ დივინოდია იყო მაგალითად ცენტრში. ახლა მე და ამის ესე იგი ერთმანეთის შეთამაშებას გვეუბნებოდა ასე. რეზო სანამდი ეს მოვა ამასთან თუ არა, ამას სლავას თვის მიგეცა ოღონ პასი, უეჭველი ფეხში მიიღებდა და უეჭველი დაკეტავდა. გაიგე? მე ფიქრობდა რა გაკეთებია. ხო, მე შეგდე მე უკვე მეუბნებოდა რეზო. მიდი. გაიგე? ხო, მიდი. რატო იცი? ამას შეგონდეს. ვიცემს თუ წავა. და მომცემდა თუ არა, გაიგე? დაატყამდა რივოქს წაიყვანდა ეგრევე კიდევ ვაძლევდი და მე აგარ ესე შედიოდა და ისე მე უკვე წვავდებოდა ხო. ხო, ესე იგი, აი დაცვის, თავდაცვის ისე ყველაფერს ასე გაიგე აგვიჭერდა. ხო ყველა მე ახლა ამაში დღეს უკვე შეხედე კვარაცხელია თუ არ დაუკეთე მარჯვენა ფეხი დედას გიტირებს. გაიგე? არა და რავალიგია თავის ფეხით უკვე მარცხენა მხრიდან ვიდო თამაშობს მარჯვენა ფეხით და დალეში უწყავს. კიდე ხოთორი იგივე იამალ ცაკიდა. ვაი ესე იგი მემარცხენე და ესე იგი მარცხნივ საერთოდ გადადის. ასე ვინმე ახსნის არ ამგონია. არა ასე არა მაგრამ რა იცი ვერახორციელებენ არა ნუ ახლა ამას მიხვედრა უნდა რომ როცა ფლანგიდან კვარაცხელია მოდის რომ მაქსიმალურად უნდა ჩაკეტო ეს ხო მარტივია ვერ ახერხებენ ამას ისეთი გოლები შემეცოდა ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩვენი მსვლელები ამას ვერ ასწორდეს ვერ ახერხებენ და ნაკრების მსვლელების აი ეხლა ძმაო ეხლა აგერ კიდე კაი რა ციგნეში აგერ არის სოფლიო ჩემპიონატი გამრავლდა რამდენი გუნდები მეიმატა თამაშები კიდე მოიმატებს თამაშებით იქნება ესე იგი 4 ტაიმისგან შედგება თამაში ეს კიდე თუ არა სისტრაფეები უნდა მოუმატო კი ხო არა კიდე თუ არა სისტრაფეები უნდა მოუმატო ტექნიკა და ტაქტიკაზე კიდე არა ლაპარაკი ახლა ტაქტიკა სისტრაფის ხალხზე ვითარდება ხო და მეკარე არის ყველაზე კარგი გამოხატულება ამისი ამას წინათ უყურებდი იმის ჩამოწვას არ დავიწყებ იმისთანა სახელოვანი მეკარები ახლო კუთხეში უშვებენ ისეთ ბურთებს ეხლა ესეთი ბურთები აღარ გადის ნუ ეხლა იმისა რომ უდიდესი ვარსკვლავები ასრულებენ მე ახლა გადიოდა 10-15 წლის უკვე აღარ გადის რა თქმა უნდა გამონაკლისები არის კი შეცდომები როგორ არ არის მეკარები შენ უმისმე ეხლა რაღაც მეკარებზე დაიწყეს საუბარი ხო პირველი რა იგე ერთ-ერთი თავისი ტაქტიკა, თავისი სტრატეგია სერგო კოტრიგაძე დინამოში რა შამეიტანა. გეტყვი ახლა.
აი, ძალიან საინტერესო ამბები. 4 დამცველი ხოა. აგერ, სერვიოტრიკაზე აგერ. აქიდან მაგალითად მიიღო ბურთი და მიდის ამასთან. შეხედა მიდის ამასთან მოსათხოვებლად. მიდის ეს ცოტა იხევს, ხო იხევს უკვე. მიდის და ესე იგი აი ამ სიტუაციიდან უკვე იგდებს და მიდის კარებში ესე იგი დასაწყებად. უკვე გაიგდო ამ გაგდებაში სერგო აგერ პენალამდე გამოდის მეტი არა და ეს გაიგდებდა თუ არა იქიდან ბიჭო 5 მეტრიან ნახტომს პირდაპირ ესე კაბელს მე საიდან ვიცი ეს დაიყო აი ნახტომს ვაკეთებ აი აქედან ესე იგი ამას იმედი ქონდა რომ ეგ გაზდო დაწამოა ეგ კერო იგი ლომანოვიჩი ჟილი ბოცხალი როგორც ხდებოდა ეს და უკვე განდებული არ ქონდა ეს და ეგრე პასი და კეთობდა ხანი მაშინ მე ამაზე მიფიქრია მოუყოლია ჩემთვის ასე ხო აი ეს მაგას და ეხლა ესეთი რამე ჯერსიტი ძალიან დიდი გამბედაობა უნდა მეორეც ერთი ისეთ ციხს დაკარგავს ის მბაპე იქნება თუ ვიღაცა სახეში ახლა კიდე რადგანაც მექანიზმი შევეხეთ, იგი აუცილებლად უნდა ვთქვა კაცი ჩვენ. მე შენი ძახი. სოფლიო პირველობაზე. იყო. სოფლიო პირველობაზე. ხო. ურუგვაისთან თამაშობ მექსიკაში. სოფლიო პირველობაზე და აფონინი მავრჩა. აქ შეხედე აქ ამაგიზია აქ უკვე აქ გავაზაშვილი დგას ხო მუდაკოვი არ იყო თვარა აი აქ ესე იგი წარმოიდგინე რომ აი აქ ბურთი აქ და აფონინი რატომღაც ჩემი ადგილი იყო მაგრამ პერსონალ კასად თამაშობდი ჩვენ და მე შევშამოვედი აქ და ეს აქ არის და ბურთი შეგვიძლია ბურთი ხაზზე აქ ბურთი ხაზზე და აფონინი უყურებს და გაჩერდა რომ ბურთი გადასულია. გაიგე არა და მე ასე გავარ აქ და შევხედე საჯი ავსტენდა აფონია ვიდივაი დაუძახე. გადააგდეთ ამ ვიდივაი სანამ მე დავამთავრე ამა კემოპარა ებურთი. ამა რომ მოპარა ებურთი შეხედე ეს გავაზაშვილი წევია აგონა რომ მე გადასული ბურთია და იმ ხაზზე კარებდა დოцаრი ჩაკო და ასაჩუკარი გოლი. გაიგე ეს ყველაფერი არის გასახინველი 200 მილიონიან ქვეყანას რა უთხარი 3 მილიონიან ურუგვაის საათ ნახევარში და კიდე ნახევარ საათში გოლი რომ დავუკასე ხო ესეც იყო მაგრამ ბიჭო რა იცი აი საჯის სასტვენი რა არ უნდა და არა გასაგებია თან ერთმა კი არა ამან ხო იმარკა ამან ამასახა ორი მოსკოვში საგადაა ისა ურუგვაის გაზეთებმა ხოიძრა დაწერა ურუგვაი ნახევარფინალში და აფონინი წინბირში ხო წინბირშიო ხო კი დაწერეს ერთი რამე დაწერეს აფონინი ავსავი რაღაცა ურუგვაი ფინალზე და აფონინი სიბი გასახლებელო რა ხო ნუ ეხლა რა არის ცი არა არის ბიჭო იცი ყველაფერი მაინც გასარჩევია. გაიგე მე ერთი და იმავე ხანდახან აი ვითომ არაფერი. ვითომ და აი ხა გვაქვს 5 წუთი სანამ ჩვენ ლიფტიკით და საქართველოში გავგზავნებოდით. ხო და სტორი ხარ. აი ეხლა რა რჩევები მივცეთ ჩვენ ნაკრებს ერთი თვე გაიყვანს ძალიან სწრაფად. ამ ერთი თვეში თვითეულმა ნაკრების ფეხბურთელმა როგორც არასდროს ყოველ დღე ვარჯიში, თამაში, დისციპლინა, რეჟიმი ერთი დღე იმაზე უკეთესი ბოლოს მოდი მაქსიმალურად მომზადებული და თამაში მე ვიგებ იბერიას ყავს ეხლა ახლა მე გამათე მოდი არა რა თქმა უნდა გეთანხმებით. მე იმას ვარვიძახე. ოღონდ იგი თუ მომცემ $5,000 ვიტამაშე. მაგია. ამა
ამაზე არა, მაგას არც იტყვის, არა, მაგრამ და თამაშობენ როგორც შეუძლიათ, მაგრამ ეს თამაში რომ ვერ არის იმ დონეზე, როგორც 2024 წელში რა გავაკეთოთ? აი მე რაც ახლა მოგიყვანე შენ, აი ამ პერიოდში, ასე ნებისმიერ ფეხბურთელს თუ გააგრძელებს სპორტიულ ცხოვრებას, გვექნება კაი ფეხბურთელი. კაი ფეხბურთი. აგე არაფრისგან ქუჩის ბიჭი ქუჩაში გაზდილი ახლა ქუჩის ბიჭი არ ყოფილა, მაგრამ ესე ძველი ბიჭი გეყავ ცოტა ქუთაისში. ქერც ხული გროვდი და ქერც ბოლში გოვდი და ხანდახან ქერც მაღაზიამდე. ხო, მაგრამ აი მაგრამ არ გაგიკეთებია. ხო, მე ქუთაისში როჩო აკეთე თბილისში გამიკეთე რა საფუძველი და აუ როზოია მე ბალახოში არ დაგინა კომპანი მოსული რატო როდის იყო პავიასკი დაიწყეს სიარული დავიწყე ჩაი დღეს რო ჩამოგაცმევდა და გემეტას ო იყო ეგ ასეთი ციკლა შენ როიცოდე ჩვენ ქუთაისში აი ძველი ბიჭობაშიც არ უნდა ჩაჭრილიყავი თუ კიდე კაცი ყოფილიყავი იგი რას ქვია შენ ძველი ბიჭებში თუ დაგიჭერდე რა იმ წუთში გაგლავსად ხუთი ახურია კაცია არა კაცი და კაცი ხო ნუ გეუბნები ძველი ბიჭური ერთ-ერთი კაი სკოლა იყო და აი მე რას დააყრიდნენ ახლა ზირასთან 4 წელს დრო შეიცვალა მაგრამ იქ ძალიან ცუდი ამბები მოხდა კი გალანცები თელაკის გალანცები მითხეს ყველაზე კარგად უხდიან და ეს იმას კი არის ჩვენ ეხლა ვიდივართ ქუთაისში ერთ-ერთი კაი ფეხბურთელი ვიცი იყო კაი ქუთაისელი კლიჩკა და სახულა ეს ვარ ბაში 60 წლის თავზე და თვითონ ისეთი ნიჭიერი იყო. გაიგე, პირველი ისეთი ნიჭიერი, ისეთი ტექნიკა. პირველი მაგალითად ნახე 2000-ში რო აწია მე პატარა იყო. 2000-ში ნაკეცა მუთი და ვაიმე, გადავირი მე რაშომა იმით, ამათ. გაიგე, შენ რამდენს კენწრდი? 30-40. მეტი ვერა. მაგრამ მე დაგბოთი. გაიგე, ამაში ჯობა. ასე მახარაძე ხეზე ადის, უზურგეთელი და ბიჭო მე მაგის ხეზია ხო ცუდია? მაგით თუ იცი. გაიგე, თითქმა მეკარეობა. სხვაჩოს ყველაზე მაგარი მეკარები აფრიკულ გუნდებს რო ყავდა. რა გუნდებს იღებდა ისინი ხეებზე მაიმუნებს დადებენ. მაიმუნებს დადებენ. არა, გამორჩა აფრიკაში ზოსიერი იღებენ და. მაგით იცი. ამიტომ აფრიკა ისე გუნდები გაგაკეთებენ. ჩვენ ბავშვობაში რა მითები ბორის პაიჭაძეზე მაიმუნი დგავ ისე. ო იღე. რა ხარ გახიავდა. ხალხს ჯეროდა ამის. მე მომიგდა შვილიშვილებს გეფიცები. ესე იგი პირველად ბორია პაიჭაძეს და რო ჩამომიყვანეს პირველად და მაგის შვილის 40 იგი რაღაცა წლის თავი იყო თუ რაღაცა იყო და გადაიცვალა და წავედი ბიჭო ნახავრეთი ამ კეთილ წავედი სასაფლაოს და მივედი და ესე იგი ბავშვობაში იმდენად ვიყავი აი ბორია პაიჭაძეს მაიმუნი ყავს იგი ნახოთქე აი და ბორია ჯეროდა მაიმუნი და რა იყო იცი და რომ მივედი ხელის ჩამოსართმელად ესე იგი ჩამზე ბედნიერი კაცი არ იყო ხო და მივედი და ასე დავადე ჯერას ხელი ვინ აღწევდა ჭორებს ხო ვინ აი აქეთ აღწევდებოდა გამბები თვითონაც ჯეროდა არა ჩაკეტილი იყო მასში საფრთხე კავშირი ხო მაიმუნი შუაში გაახერხა არა უნდარი ქონდა ახა ისეთიოდა დაწყა ქონდა მაგრამ მე კინოშიც მოვაჩვენეს დაფრა პირველად მაგამდე იყო ესე იგი ცენტრალური ფორმა მარცხნიდან ცირბილი ყველგან თენგიზ მელაშვილს ქონია ძალიან თენგიზოსთან ერთად თამაშები წონდა შეშონოდა უდარი ხონდა მაგრამ უდარი არ ქონია საქართველოში არამის მაგრამ ხმები ამბობენ ბერძენიშვილი ომამდე ერთადერთი ხო ნუ ეხა პრინციპში რაში არის საქმე ჩვენ საქართველოში გაიგე ყველა დონის, ყველა სიტუაციის ფეხბურთელი ვარსკვლავი ყავდა. მიშა მესხი ბიჭო. მიშა აუ გარიჩა დავადგინე მიშა ორჯერ მესაკეთებ და აქ თვი მაგას. იგი პასახობერიძე. ეხა ესე იგი დღევანდელი ფეხბურთის ხო იამარს და ამბეს უყურებ. აი სიბრძნე ხო არის.
ამას ბიჭო, ორჯერ მეტი სიბრძე ქონდა მოედანი. ის ბოლობა ქონდა, აჩერებდა, აწევდა. როგორი მოჩილებდნენ ბურთს ძველები პირველად. მე უყურებ ხოლმე კახი ასათიანი ხიფიანი. იფია ხო. ამიტომ ეხა როგორი მოჩილებდნენ ბურთს ეხა ჩვენ ბიჭებო ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ სიცხვილეა თქვენ რომ თბილისის დინამოს მაისური გაწვიათ იმ გუნდში თამაშობდა ეხლა ჩამოთვლა დავით ხო ეს იციან ბიჭები და ჩვენ გვინდა რომ ჩვენზე უკეთეს 7 დორს არ წააგებდნენ და კიდე თქვენი მწვრთნელი კიდე რომელიც არის დიდებული ფეხბურთელი დიდებული კაცი არ უნდა შემოგვიყვანოს ერთი ჩვენს და ერთიანობაში აწი არავითარი წაგება ყოსულ მოგებით და იყო პერიოდი მარტო თავისი მხრებით აკრევდა როგორც გუნდს ისე მე ქართულ ფეხბურთს ესე იგი ყველა შემდეგი თამაში უნდა იყოს ყველა შემდეგი თამაში რა უნდა იყოს ფეხბურთელის უკეთეს ჩა